მრთველი დაიწყო კახეთში მევენახეები ყურძენს უკვე აქტიურად კრეფენ მათი ნაწილისათვის ლევანდელი მოსავალი მოსალოდნელთან შედარებით სეტყვის შემდეგ შემცირებულია. სახელმწიფო სეტყვისგან დაზარალებულ კახელ გლეხებს დახმარება სპირდება. აქ უნდა დამეკრიფნა 22 ტონა. ეხლა ვკრეფავდა რა ვიცი რა გამო ნახევარი თლად განადგურებულია. ეს თელავის რაიონის სოფელი სანიორია. ადგილობრივებმა სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის კრეფა დღეს დილიდან დაიწყეს. სოლომონ ნონიაშვილი გვიყვება, რომ ვენახი 1 ჰექტარზე აქვს გაშენებული, საიდანაც წელს 20 ტონამდე საფერავის ჯიშის ყურძენს ელოდებოდა, თუმცა სეტყვამ მოსავლის 50% გაუნადგურა. ძალიან კარგი იყო რომ ადრე დაეკრეფინებინათ. აი ეს აღარ მოხდებოდა. დამოკიდებული ვართ მაღლა უფალზე. გუშინ მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად სოფელ სანიორეში წინასწარი ინფორმაციით 100 ტონამდე ყურძნის მოსავალი განადგურდა. ახალი გლეხები დღეს უკვე სტიქიას გადარჩენილ ყურძენს კრეფენ. ამბობენ, რომ ზარალი დიდია. 50% მაინც არის ჩემი შეხედულებისამებრ დაზიანებული და ეს დღესდღეობით და ხვალდაზე თუ ვერ მოასწარი დაგრება შეიძლება მეტის გამოიკვეთოს, იმიტომ ზედახედავს და უფრო მეტად გაფუჭდება. უნდა ემეღო 20 ტონა. იქიდან ვიღებ ნახევარს. სახელმწიფო სეტყვისაგან დაზარალებულ გლეხებს დახმარება სპირდება. დაზიანებული ხაწითელს სახელმწიფო კომპანია გრუზვინპრომი, ხოლო საფერავს კერძო ღვინის კომპანიები მიიღებენ. სახელმწიფო კომპანია სეტყვისაგან დაზიანებული ხაწითელს 85 ევროდ ჩაიბარებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ამბობს, რომ საფერავის ჯიშის ყურძნის ფასვა დღეს დილიდან მოიმატა. რაოდენობები საბედნიეროდ არ არის დიდი, დასეტყვილი არის მხოლოდ ცოტა ნაწილი, მაგრამ ის დასეტყვილიც აბსოლუტურად პრობლემად ბრინავდა და შეიძლება ჩაბარდეს როგორც სახელმწიფო ქარხანაში, ისე სპირტის მწარმოებელ კომპანიებში. დღეს და ხვალ ამ 2 დღეში მოხდება ჩაბარება, პრობლემა არ იქნება საფერავზე, ისედაც სიმხელა მოთხოვნილება საფერავზეც არ იქნება ჩაბარების პრობლემა, უბრალოდ ამ ხალხს აქვს უმეტესობას დაზღვეული და სადაზღვეოში უნდა დავრეკოთ. ეხლა დარეკილი არის, მაგრამ მე დაურეკავ განმეორებით, რომ შეიძლება სწრაფად მოვიდნენ ნახონ. კახეთში მთელი 2014 ამ დროისათვის უკვე აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. ღვინის მარნება საფერავის ჯიშის ყურძენთან ერთად უკვე ხაწითელის მიღებაც დაიწყეს.